დელი ალიმ შოკის მომგვრელი ინტერვიუ მისცა გარი ნევილს. ყოველდღიურად ვიღვიძებდი და ვიმარჯვებდი ბრძოლაში, რომლის არციც იმაში იყო, რომ ვარჯიშზე ღიმილით მისულიყავი. საჭირო იყო მეჩვენებინა, რომ მე ბედნიერი ვარ, თუმცა შინაგანად მე ამ ბრძოლას ვაგებდი. ფეხბურთელმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ინგლისის მთავარ ტალანტად ითვლებოდა, მოყვა, რომ მას სერიოზული მენტალური პრობლემები ჰქონდა და მან გარკვეული დრო სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი გაატარა. ალის ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ხშირად ხდება, სათავეს ბავშვობიდან იღებს. დედამისი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ერთხელ 6 წლის ალი ძალადობის მსხვერპლიც კი გახდა დედის მეგობრის მხრიდან. ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი საშინელი ბავშვობის მოგონებიდან, რომლებიც მას გააჩნია. ალის თქმით, ეს ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც იგი იშვილა კარგმა ოჯახმა. უკეთესე ვერც ვინატრებდი. ეს ოჯახი მე ძალიან დამეხმარა. ალი ვარსკვლავი გახდა, თუმცა მისი ფსიქიკა დანგრეულია. ტოტენჰემში რაღაც ეტაპზე კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა. ფეხბურთელს ყველა აკრიტიკებდა და ამ დროს არავინ იცოდა რა იყო მისი ხანგრძლივი ჩავარდნის მიზეზი. მოდით გავიხსენოთ კიდევ ვის კარიერაზე იქონია გავლენა მენტალურმა სირთულეებმა. ზოგი გაუმკლავდა, ზოგი ვერა. დღეს მოვერიდით გაგვეხსენებინა ძალიან მძიმე кейსები და დაგანახებთ იმ ფაქტს, რომ ყოველთვის არსებობს ბედნიერი დასასრულის იმედი. შესაბამისად, დღევანდელ кейსებში ზოგი პოზიციის დასასრული იქნება ბედნიერი. მეათე ადგილზე გავაერთიანებთ ორ ფეხბურთელს, რომლებიც რეგულარულად განიცდიან პანიკურ შეტევებს. ესენი არიან მერტეზაკერი და ბოიან კრკიჩი. მოდი გერმანელით დავიწყოთ. მან კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, რაც ცენტრალური მცველისთვის დღევანდელი კრიტერიუმებით საკმაოდ ადრეულ ასაკად ითვლება. ბოლო სეზონში მიხაროდა, რომ არ ვთამაშობდი, აღიარებდა მსოფლიოს ჩემპიონი. იგი ამით არ შემოიფარგლა და მთავარი პრობლემა გაამხილა. მისი ორგანიზმი ვერ უმკლავდებოდა წნეხს. თამაშის შეცდომის დაშვების შიშის გამო მერტეზაკერს მუდმივად გულისრევის შეგრძნება ჰქონდა და დიარეის განგრძობითი ეპიზოდები. ფეხბურთელი ცდილობდა ამასთან გამკლავებას. თამაშამდე 4 საათით ადრე საკვებს არ იღებდა და თავს იზღუდა და მხოლოდ ზეითუნის ზეთიანი პასტით, თუმცა მის სიმპტომებს ესეც ვერ შველოდა. მუცელი ისე მტკივდებოდა, რომ მეგონა გული ამერეოდა. ამასთან იმ დონეზე მიწოდა გამკლავება, რომ სრემლები მომდიოდა. თამაშის წინ მას მარჯვენა ფეხი უკანკალებდა, რის გამოც გადასაფარებელი ხმაურობდა და ჭკუიდან ჭრიდა მათ, ვინც მასთან ოთახს იყოფდა. შემდეგ მისვით ჯოჯოხეთი იწყებოდა. როგორც კი ლოგინიდან ადგებოდა, საპირფარეშოში გარბოდა. ყოველი სადილიზე საუზმის შემდეგ საპირფარეშოში მირბოდა და როგორც კი თამაშზე მივიდოდა, ისევ საპირფარეშოში გარბოდა. 33 წლის ასაკში ის უკვე გამოფიტული იყო, რასაც ასევე კლუბის ექიმებიც ადასტურებდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან კარიერა სიხარულით დაასრულა. დღეისათვის ის არსენალში აკადემიას უძღვება და ასევე არის ტელეექსპერტი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან პრობლემები უკან მოიტოვა. კრკიჩმა 32 წლამდე ითამაშა. უბრალოდ გაიხსენეთ, რამდენი საუბარი მიდიოდა იმაზე, თუ რატო ვერ ითამაშა ბარსელონაში და რატომ ვერ გახდა მესის მემკვიდრე, ან რატომ არ წავიდა თამაში ესპანეთის ნაკრებში. ამის უამრავი მიზეზი იყო და ერთ-ერთი მათგანი პანიკური შეტევებია. როდესაც მან პირველად შეიტყო, რომ ბლაურანას შემადგენლობაში შეიყვანეს, სიხარულის ნაცვლად მან ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო. ხოლო მას შემდეგ რაც ითამაშა, სახლში მივიდა და ოთახში ჩაიგეტა. ეს იყო საშინელი მომენტი ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის. საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც მთელი ღამე გავატარე. ექიმებმა თქვეს, რომ ეს იყო ძლიერი პანიკური შეტევა. უმიზეზე პანიკურ შეტევებთან ერთად მას აწუხებდა კომპლექსები ვარსკვლავების გარემოცვაში და იხსენებს, რომ მოედნის ფარგლებს გარეთაც კი ცხოველონდა გასვლა, რომ წყალი დაელია. მიუხედავად შეტევებისა, 17 წლის ბოიანმა შეძლო პირველი სეზონი კარგად ჩაეტარებინა. ამის შემდეგ უნდა შემდგარიყო მისი დებიუტი ფურიაროხას შემადგენლობაში. თუმცა საფრანგეთთან ამხანაგურ თამაშამდე კვლავ ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო. მე მინდოდა მივსულიყავი წამლების ყუთთან, თუმცა იგი ოთახის მეორე ბოლოში იყო და მე შემცხვარ, რომ ზედმეტი ყურადღება არ მოექციათ ჩემთვის. შედეგად მან ვერ ითამაშა. პანიკური შეტევების გამო ის იძულებული გახდა უარი თქვა არაგანესისთვის, რომელსაც სურდა 2008 წლის ევროზე მისი განაცხადში შეყვანა. თავიდან მისი გვარი განაცხადში იყო, თუმცა შემდეგ გამოიღეს. მის დათანხმებას პუიოლის კი ცდილობდა და მხარდაჭერასაც პირდებოდა. მე მას უპასუხე, რომ უბრალოდ არ შემეძლო. ჩემი სხეული ამბობდა არას. ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა ბოიანს ხელი შეუშალა ევროპის ჩემპიონობაში და მისი უზარმაზარი პოტენციალის რეალიზებაში. კრკიჩის ბოლო წლებმა უხმაურად ჩაიარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ მერტეზაკერს უფრო გაუმართლა, რადგან ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს და ზოგადად მის პრობლემებს ნაკლები გავლენა ჰქონდა თავის კარიერაზე. მეცხრე ადგილას ყავს ჯესი ლინგარდი. იგი დიდხანს ითვლებოდა იმედისმომცემ ტალანტად. ეშმაკების გულშემატკივრები ბრაზობდნენ და დასინოდნენ ჯესის სუსტი შედეგების გამო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მას რასობრივ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ, რაც მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. გულშემატკივრებს არ ესმოდა დაჭირდა ჯესის, თუმცა მისი სიტუაცია ისე წარიმართა, რომ შეუძლებელი იყო მას არ ქონოდა რაიმე სახის ფსიქოლოგიური პრობლემა.
თამაშები ისე მიდიოდა, თითქოს არც კი ვიყავი იქ. მოჩვენებასავით ვიყავი. ასე აღწერდა ფეხბურთელი თავის მდგომარეობას. ერთხელ თამაშის წინ ჩემთან ბრუნო მოვიდა და მითხრა: "დღეს იმ ლინგალის დანახვა მინდა, რომელსაც მე ვიცნობ." იმ დროს მაქსიმუმი რაც შემეძლო იყო ის, რომ მე ჩემ თავში მეფიქრა. მეგობარო, მე ეს არ შემიძლია, რადგან ეს მე არ ვარ. იმ პერიოდში ლინგარს დედის დაწვენა მოუწია კლინიკაში. მასაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ხოლო ფეხბურთელის ბაბუას, რომელთანაც ჯესი ძალიან ახლოს იყო, კიბო დაუდგინდა. ძირითადად მე მხიარული ვარ, მიყვარს ხალხის გაბედნიერება და გაღიმება, თუმცა ამის შემდეგ მუდმივად გულშათხრობილი ვიყავი და სულ ნერვიულობდი. მეჩვენებოდა, რომ ყველა მიმატოვა. კორონავირუსის სეზონში ჯესი ძალიან ცუდი იყო. მასზე როგორც სხვა მრავალ ფეხბურთელზე ცუდად იმოქმედა იზოლაცია. არსებობს ფიპროს შესაბამისი კვლევები, რომლის მიხედვითაც ორჯერ გაიზარდა ფეხბურთელთა რაოდენობა, ვისაც დეპრესია აწუხებს. ჯესი იჯდა სახლში და თავის წარმატებულ შეხვედრებს უყურებდა. მუდმივი განგაში შეგრძნების დასამარცხებლად ის იოგითაც კი დაკავდა. მანჩესტერიდან იგი იჯარით ვესტჰემში გადავიდა, სადაც მას კარიერაში ალბათ საუკეთესო სეზონი ჰქონდა. თითქოს მან დაამარცხა საკუთარი პრობლემები. საუთგეითმა ფეხბურთელი ნაკრებშიც კი დააბრუნა. ყველა ხედავდა, რომ ლიგარდს შეეძლო კარგად თამაში. თუმცა იგი მალევე დაუბრუნა თავის ძველ ფორმას. ახლა ის თამაშობს ჩინეთში 32 წლის ასაკში. ეს არის მისი კარიერა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ვარსკვლავური, რომ არა მისი პრობლემები. მერვე ადგილზეა დენი როუზი. ფეხბურთელი, რომელიც მიყოლებით 2 სეზონის განმავლობაში წლის ნაკრებში ხვდებოდა პრემიერ ლიგის პროფესიონალური ფეხბურთელების ასოციაციის ვერსიით. 2016 წელს ინგლისის ნაკრების ძირითადში იყო ევროზე, თუმცა შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა წელიწად-ნახევრით. დენის ტანჯვები დაიწყო მის პირველ სერიოზულ ტრავმასთან ერთად. 2017 წლის იანვარში მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ისედაც სერიოზულ ტრავმაზე ექიმებმა შეცდომით გადაწყვიტეს ოპერაციის გარეშე მკურნალობა. ფეხბურთელს ინიექციებს უკეთებდნენ, თუმცა მაისში მაინც მოუწიათ ოპერაციის ჩატარება. დაკარგული იყო 4 თვე. ჯერ მარტო ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დეპრესიაში ჩავარდე. შედეგად 260 გამოტოვებული დღე ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის ფსიქოლოგიურ ასპექტში. ტოტენჰემი და ინგლისის ნაკრები კარგად თამაშობდნენ და მე უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი. არ მქონდა შესაძლებლობა ამ წარმატების ნაწილად ყოფნის. ეს მე მანერვიულებდა. ალგერინით ვარჯიშებზე გაბრაზებული მივდიოდი. თითქმის არავის არ ველაპარაკებოდი. იშვიათად გამოვდიოდი სახლიდან. უბრალოდ არაფრის კეთება არ მინდოდა, თუმცა ნორმალურად ცილიც არ შემეძლო. როუზი გაბრაზებული იყო კლუბის ექიმებზე. ინგლისის ფიზიოთერაპევტანაც კი წავიდა კლუბის ექიმების ნაცვლად. იმდენად აღარ ენდობოდა მათ. მან ვეღარ გაუძლო ამ ნეგატივს და ზე სანთან ინტერვიუში დაგროვილმა აგრესიამ ამოხეთქა. ინტერვიუში მან გადაუარა ტოტენჰემს თავისი ხელფასის და ტრანსფერების გამო. იგი თვლიდა, რომ მას საკმარისად კარგად არ უხდიდნენ. ასევე მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კლუბს დატოვებდა. მოკლედ ჯობდა საერთოდ არ ესაუბრა ჟურნალისტებთან ასეთ მდგომარეობაში. სიტუაცია უარესი გახადა იმ ფაქტმა, რომ არც კლუბში და არც პრესაში არავინ არ იცოდა რა პრობლემები ჰქონდა მას ტრამვის გარდა. ამიტომ ფეხბურთელს ყველა მხრიდან შეუტიეს. ტოტენჰემის ყოფილმა მეწილემ მისი გაგდება მოინდომა, ხოლო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა როუზს იდიოტი უწოდა. ისინი ალბათ ხმას არ ამოიღებდნენ, რომ ცოდნოდათ, რომ როუზის დედა რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც მისი ძმა ლამის მოკლეს და ყველაფერთან ერთად როუზის ბიძამ თავი მოიკლა დეპრესიის გამო. უბრალოდ წარმოიდგინეთ ახლობლის ასეთი სიკვდილი, როგორ თანხმედრაში მოდიოდა მის იმდროიდ მდგომარეობასა და ფიქრებთან. ამ სიტუაციამ კარგად დამანახა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ვინმეს არ მიენდოვი. როუზი კლუბის ექიპს ენდო და მან ფსიქოლოგთან გადაამისამართა. მიუხედავად სეანსებისა, ანტიდეპრესანტებისა და ფეხბურთში დაბრუნებისა, მისი მენტალური მდგომარეობის აღდგენას დრო დასჭირდა. მას ჰქონდა სათამაშო პრობლემები და შემადგენლობაშიც ვერ ხვდებოდა. ფსიქოლოგიური ბუსტი გახდა ნაკრებში გამოძახება. საუთგეითმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ დენიმ ბევრი გამოტოვა და რთულად გებოდა ფორმაში. 2017 წლის ნოემბრიდან ტოტენჰემის ფეხბურთელს სულ ჰქონდა დრო ინგლისის ამხანაგურ თამაშებში, ხოლო შემდეგ იგი რუსეთის მუნდიალის განაცხადში მოხვდა. ეს გახდა საუკეთესო მოვლენა ფეხბურთელისთვის უმძიმესი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს იყო გამარჯვება დიდხნიან დეპრესიაზე. ფეხბურთელმა მალევე დაკარგა ფორმა და ვერ შეძლო ძირითადის მოპოვება ვერც ტოტენჰემში, ვერც ინგლისის ნაკრებში, ვერც ნიუკასლში და ვერც ვოტფორდში. მეშვიდე ადგილზეა ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარ თავში რწმენა არ გააჩნია და გოლებსაც ვერ იტანს. საუბარია ალვარო მორატაზე. ყველაფერი ჩელსიში გაუარესდა. ესპანელი მიდრეკილია თვითგვემასა და რეფლექსიისკენ. თითქოს ძალიან სუსტი სულიერი მდგომარეობა აქვს ბომბარდირისთვის. მას არ შეუძლია დაივიწყოს აცილებული მომენტი. ამავდროულად ჩელსი მორატა იმ დროისთვის სარეკორდო თანხად იყიდა და ეს ყველა მხრიდან წნეხი იყო, რასაც მან ვერ გაუძლო. ის აცილებდა ისეთი პოზიციებიდან, საიდანაც გატანა უფრო მარტივია, ვიდრე აცილება. მეორე სეზონში ჩელსიში მან ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო. ფიქრობ, რომ ჩელსიში ჩემი პირველი სეზონის დროს, ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო პროფესიონალი, ყველაფერი უკეთესად დაალაგდებოდა, აღიარებდა ფორვარდი. ის იყო პირველი, ვინც ხმამაღლა დაიწყო დეპრესიაზე საუბარი თანამედროვე ტოპ ფეხბურთში. ეს ისეთივე პრობლემაა, როგორც მაგალითად კოჭის გადატრიალება. ისევე როგორც ვარჯიშობ დარბაზებში, ან მოედანზე ტექნიკური უნარების განვითარებაზე, ასევე საჭიროა საკუთარ გონებაზე ვარჯიში.
ჩემი თაობისთვისაც კი ფსიქოლოგთან მისვლა არ ითვლება რაიმე ნორმალურად. თუმცა ეს ნორმა უნდა იყოს. ფიქრობ, რომ დეპრესიას არ ენიჭება შესაბამისი მნიშვნელობა. მან კარიერის განმავლობაში რეგულარულად დაიწყო ფსიქოლოგთან მუშაობა და ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. არა, ის ნამდვილად არ გახდა ტოპ ბომბარდირი, მაგრამ მან შეძლო პრობლემის მიღება, მასზე საუბარი და მასთან ბრძოლა. მეექვსეზე ყველასთვის მოულოდნელად ჯანლუიჯი ბუფონია. როგორ შეიძლება 21 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ჰქონდეს რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგრამ მასაც ჰქონდა. ჯიჯი პირველად ჩავარდა დეპრესიაში 2003 წელს. მას არავინ არაფრის გამო არ აკრიტიკებდა. იგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო. კარიერა მკაცრად მაღლა მიიწევდა. თუმცა მრავალი წლის შემდეგ ინტერვიუში იტალიელმა აღიარა, რომ რამოდენიმე თვით ყველაფერმა აზრი დაკარგა. მეჩვენებოდა, რომ ხალხს მხოლოდ ჩემი იმიჯი აინტერესებდა და არა მე. ყველას ბუფონი ჭირდებოდა, ხოლო ჯიჯი არავის. იგი იხსენებს, ჩემი კარიერა კარგად მიდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი პირად ცხოვრებაზე. ჩემში თითქოს შავი ხვრელი იყო. მე მქონდა პრობლემები პირად ცხოვრებაში. ამას ლიგის ფინალში წარუმატებლობას დაემატა. მაშინ დაწყებული დეპრესიისგან 2 თვე მკურნალობდი. პირადი ცხოვრება ბუფონს დაულაგდა, მაგრამ ლიგა მისი დაუხურავი გეშტალტი გახდა. 2003 წლის წაგებული ფინალის შემდეგ, სადაც მან პენალტების სერიაში 2 პენალტის მოგერიება მოახერხა, კიდევ 2 ლიგა წააგო. ბევრი რამე შეიძლება მოუფიქრო საკუთარ თავს 3 წაგებული ლიგის შემდეგ. მით უმეტეს, როცა ამბიციური ხარ და თან ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს. 2003 წლის ფინალი მას დიდხანს არ ავიწყდებოდა. იგი იხსენებს, რომ სერიას ერთ-ერთ თამაშამდე მივიდა მეკარების მწვრთნელთან და უთხრა, რომ თამაში არ სურდა. ჯიჯის თქმით, მას დაემართა ისეთი რაღაც, რაც მან დაახასიათა როგორც პანიკური შეტევა. თუმცა ამის შემდეგ დიდებულ მეკარეს შერწყვა თავისი სისუსტის და ამან უშველა. იგი საბოლოოდ გამოვიდა თამაშზე. ბუფონის 2 თვიანი მკურნალობა მოიცავდა ფსიქოლოგთან რეგულარულ ვიზიტებს. რაღაც ეტაპზე ექიმებმა ჯიჯის შესთავაზეს სწავლების გამოყენება, თუმცა მან უარი თქვა. იმ მომენტში საკუთარ თავს უთხრა, რომ არ შეეძლო, რომ არ შეიძლებოდა რამეზე დამოკიდებული გამხდარიყო. მე გადავწყვიტა, რომ საკუთარ თავში უნდა მეპოვნა ძალა და ჩემით გამოსულიყავი ამ სიტუაციიდან. იტალიელ მეკარეს დიდებული კარიერა გამოვიდა. ბევრი თვლის, რომ მას ფეხბურთში ლიგის მოგების ყურული ტოვებდა, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეგვიძლია თქვათ, რომ მან ეს ყურული ვერ მოიკლა. თუმცა იგი ღირსეულად უმკლავდებოდა საკუთარ მენტალურ პრობლემებს. ხოლო 2019 წელს მისი ინტერვიუ, რომელიც აღსარებას გავდა, იყო მცდელობა, რომ საზოგადოებას ყურადღება მიექცია დეპრესიის პრობლემისათვის. ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რომლის იგნორირება უფრო არის მიღებული საზოგადოებაში, ვიდრე ყურადღების მიქცევა. მე კმაყოფილი ვიყავი ცხოვრებით და ფეხბურთით, ამბობს ბუფონი. სოფლიო ჩემ ფეხქვეშ იყო, თუმცა დეპრესიით ათასობით ადამიანი არის შეპყრობილი. მიუხედავად იმისა, აქვთ მათ ფული და პოპულარობა თუ არა. პატივისცემა ჯიჯის და ყველა იმ ტოპ ფეხბურთელს, ვინც ამ თემის აქტუალურობას უსვამს ხაზს და როგორც ვარსკვლავების მაგალითზე ხედავთ, ამ დროს აუცილებელია საუბარი და ადამიანი, ვისაც ენდობი. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო Mental Hubs, სივრცეს, სადაც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, რადგან დღევანდელი ვიდეოს მომზადებაში დაგვეხმარნენ. მეხუთე ადგილზე გავიხსენოთ ილიჩიჩი. ჩვენს ერთ-ერთ წინა ვიდეოში მის ისტორიას მცირედით შევეხეთ, თუმცა დღეს უფრო ცლად ვისაუბრებთ მასზე. შეგახსენებთ, რომ ილიჩიჩი ომის შვილია. მის ბავშვობაში ბევრი ტრამვირებადი მოვლენა იყო, რის გამოც გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. როდესაც ილიჩიჩი 7 თვის იყო, მას მამა მოუკლეს და დედამისი მომავალი ფეხბურთის ვარსკვლავთან ერთად ბოსნიიდან წავიდა უსაფრთხო სლოვენიაში. იგი სულ პატარა იყო და იმედი მქონდა, რომ არაფერი არ დაამახსოვრდებოდა, იხსენებდა დედა ინტერვიუში. თუმცა აღიარებდა, რომ მის შვილს ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები საბრძოლო მოქმედებებზე. იგი თითქმის ვერ მოესწრო მამამისს, თუმცა ბევრს კითხულობდა მასზე და იწყებდა, ზოგჯერ უმიზეზოდაც სტიროდა. როდესაც ილიჩიჩი იტალიაში ექიმებთან წავიდა, მას ბიპოლარული აფექტიური აშლილობა დაუდგინეს, ქრონიკული დაავადება, რომელსაც ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა ახასიათებს. აღმასვლის ფაზაში შეიძლება ჰიპერაქტიული იყო და დიდ შედეგს მიაღწიო, ხოლო შემდეგ მოდის დაღმასვლა. ილიჩიჩის არასტაბილურობას ჯერ კიდევ ფიორენტინას გულშემატკივრები აღნიშნავდნენ. ასეთი დიაგნოზით ფსიქიკას სჭირდება სიმშვიდე და ზრუნვა, თუმცა მის ცხოვრებაში ბევრი სტრესული მომენტი გაჩნდა. გარდაიცვალა დავიდე ასტორე, რომელთანაც იოსები ფიორენტინაში მეგობრობდა, ხოლო მალევე თავად ილიჩიჩიც ლამის გარდაიცვალა. გართულდა ლიმფოჯირკვლების ბაქტერიული ინფექცია. გასპერენი იხსენებდა, რომ მისი კისერი დიდ ნესვს გავდა. ექიმებმა თქვეს, რომ ბაქტერიის გავრცელების შემთხვევაში ფეხბურთელი შესაძლოა მომკვდარიყო. არ შემეძლო ასტორის სიკვდილის დავიწყება და იგივე სიმეშინოდა. მეც რომ ვერ გავიღვიძო, ესეთი აზრები აწუხებდა ილიჩიჩს. იგი გადარჩა, ინფექციაზეც იმკურნალა, თუმცა მენტალურად ძალიან დასუსტდა. ადრე თუ გვიანეს უნდა მომკვდარიყო. 2020 წლის მარტში, კარანტინამდე, მან საბოლოოდ გვაჩვენა, როგორი ნიჭიერია. მეროთფინალში პოკერი შეასრულა.
თუმცა კარანტინმა საბოლოოდ ბოლო მოუღო. შემდეგ რაუნდში PSG-სთან აღარ ითამაშა. მენტალურმა პრობლემებმა არ გაუშვა. თუმცა მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და დაამარცხა ეს პრობლემები. 20-21 წლის სეზონში მას სერიაში ჰქონდა 6+10 საგოლე მოქმედება. ეს იყო მისი ბოლო გედის სიმღერა. 2022 წელს მენტალური პრობლემების გამო იგი მოედანზე სულ ორჯერ გამოვიდა. ის უყვარდა ატალანტაში, თუმცა გადაწყვეტილების მიღება საჭირო იყო. ფეხბურთელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტეს, თუმცა ილიჩიჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა შეუძლია მას, როდესაც 2024 წლის ევროზე ორი შეხვედრა ჩაატარა და ყველას ის ილიჩიჩი გაგვახსენდა, რომელმაც პოკერი შეასრულა ლიგაზე. მეოთხე ადგილი და გავხსენოთ პოლ გასკოინი. ალკოჰოლი და ნარკოტიკები მის ცხოვრებაში სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გაჩნდნენ და არა პირიქით. პრობლემები უკვე ბავშვობაში დაიწყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი მანქანამ გაიტანა და ბავშვი 10 წლის პოლს ხელებში ჩააგდო. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ეზოში თამაშის დროს ასთმის შეტევისგან მისი ნათესავი გარდაიცვალა. სწორედ პოლმა დაითანხმა იგი თამაშზე, მიუხედავად ექიმების აკრძალვისა. მრავალწლიანმა სეანსებმა ვერ გადააჩინა მომავალი ვარსკვლავის ფსიქიკა. 18 წლის ასაკში მას უკვე ბიპოლარული აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები ჰქონდა. 2005 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფია სახელად გაზა, ჩემი ისტორია. ნაშრომი გახდა British Book Awards-ის ლაურეატი სპორტული წიგნების ნომინაციაში. ტექსტის მთავარი მომენტი: კი, ავად ვარ და ამას ვაცნობიერებ. ეს არამხოლოდ ალკოჰოლიზმია, უпростоად მთლად ეს არ არის. ალკოჰოლიზმი უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი, რის გამოც მე მთელი ჩემი კარიერა ვიტანჯებოდი, არის ავადმყოფობა ჩემს თავში. გასკოინი გვახსოვს გენიალური თამაშის გამო, კერძოდ კი ლეგენდარული გოლის გამო 96 წლის ევროზე და ასევე უამრავი გამოხტომების გამო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. მან 2004 წელს დაასრულა კარიერა, როცა 37 წლის იყო. სივერეთში ჩინეთშიც კი წავიდა, თუმცა იქ კონტრაქტის შესრულება ვერ შეძლო. ფეხბურთელს მორიგ მკურნალობაზე მოუწია წასვლა დეპრესიისგან და ალკოჰოლიზმისგან. მრავალი ბოთლის შემდეგ, როდესაც გასკოინს თითქოს კარგავდით, ის ახლათავს კარგად გსდობს, კარგად გამოიყურება, აღარ სვამს. გახდა შოუს წამყვანი თევზაობაზე დევიდ სიმონთან ერთად. იმედია მან დაამარცხა თავისი დემონები. მესამე ადგილზეა კრეიგ ბელამის ისტორია, რომელიც დაკავშირებულია გერი სპიდის ტრაგიკულ ამბავთან. ბევრმა იცის, რომ უილსელი ნახევარმცველი გახდა მწვრთნელი, მაგრამ 2011 წელს გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა. ამ ისტორიაზე არ ვკონცენტრირდებით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბავმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მის მეგობარ კრეიგ ბელამის. ისინი დამეგობრდნენ, როდესაც ერთად თამაშობდნენ ნიუკასლში და უილსის ნაკრებში. კრეიგი რთული თინეიჯერი იყო. ადრეულ ასაკში გასინჯა ალკოჰოლი და ნარკოტიკები. აცნობდა სკოლას, აგვიანებდა ვარჯიშებზე, მწვრთნელებს აიგნორებდა. ახალგაზრდა ტალანტთან მიდგომა მხოლოდ ნორვიჩში იპოვეს. სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა მას დებიუტი. დეპრესია კრეიგს შინაგანად ჭამდა, მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი ფეხბურთელობის ოცნება აისრულა. ნორვიჩში ჩემს საქციელზე თვალს ხუჭავდნენ, მე კი ზღვარს გადავდიოდი. ერთხელ ვარჯიშიდან წავედი, შემდეგ უარი თქვი გახურებაზე. როდესაც თავს უბედურად გრძნობდი, გამოსავალს ვეძებდი, მაგრამ ხალხი ნორვიჩში გასაოცარი იყო. მათი მოთმინებისთვის მე სულ მადლიერი ვიქნები. კრეიგის კარიერა მაღლა მიდიოდა, თუმცა იგი თავს სულ უბედურად გრძნობდა. მე მოვდიოდი სახლში და არავისთან საუბარი არ მსურდა. ზოგჯერ მიყოლებით 3 დღე გრძელდებოდა. მე მყავდა ახალგაზრდა ცოლი და ოჯახი, მაგრამ მართლა არ მსურდა საუბარი. ოთახში ვიკეტებოდი და ვიძინებდი. ეს იყო ჩემი ერთადერთი გზა დეპრესიასთან ბრძოლისთვის. ჩვენ ბელემს ვიცნობთ როგორც ურჩ და ხულიგან ფეხბურთელს. ეჭვებოდა თანაგუნდელებს და მწვრთნელებს. ხელს კიდევდა უხერხულ ადგილას მსაჯს. ეს არასრული სიამისის სკანდალური გამოხტომების. თუმცა არავის უფიქრია, თუ რატომ სურდა კრეიგს ცუდი ბიჭის როლის მორგება. მიზეზი სწორედ მის ცუდ შინაგან მდგომარეობაშია. შინაგანი ბრძოლების გამო იგი პრაქტიკულად დაკავებული იყო თავისი თავის განადგურებით. იგი ატირდა, როდესაც გულშემატკივრებმა ერთწუთიანი ოვაციები მოაწყვეს მისი მეგობრის პატივსაცემად ჩელსისთან თამაშამდე. შემდეგ წითლების ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს კი ცვლილების შემდეგ კვლავ სრემლები წამოვიდა. მან საკუთარ თავს არ მისცა უფლება, რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო. ამიტომ ფსიქოლოგს მიმართა და როგორც ის ამბობს, ეს მას დაეხმარა. აი როგორ აღწერს ის ამ ყველაფერს თავის ბიოგრაფიაში. გერის გარდაცვალების შემდეგ მე უკან წავედი და ბედნიერება მხოლოდ საკუთარ თავში ვიპოვე. ჩემი ცოლის ბრალი არ იყო იმაში, რომ მე უბედური ვიყავი. ეს არც კლუბის და არც მწვრთნელის ბრალი არ იყო. და არც იმაში არ იყო მიზეზი, რომ სუნეს ან მანჩინის ვეჩხუბე. მე თავად არ ვაძლევდი ჩემს თავს ბედნიერების საშუალებას. მე ამას 15 წლის ასაკიდან ვაკეთებდი, რაც კარდიფი დავტოვე. რომ არა ფსიქოლოგის დახმარება, მე მელოდებოდა ბნელი და ცარიელი მომავალი. სამწუხაროდ 10 წლის შემდეგ, როცა ის ანდერლეხტის ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა, პრობლემები დაბრუნდნენ. ინგლისურ პრესაში წერდნენ, რომ ამის მიზეზი პანდემიის იზოლაცია და კარდიფში შვილის დაბადების დღეზე ვიზიტი იყო, როდესაც შვილმა ვერ იცნო მშობელი, რის შემდეგაც კრეიგმა სამსახური მიატოვა. ანდერლეხტის საიტზე დაიწერა, რომ ბელემმა თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ საკუთარ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე მოახდინა კონცენტრაცია. საბედნიეროდ, მალევე უილსელი კომპანიის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და ინგლისური კლუბის რეკორდული დაწნაურების ერთ-ერთი ავტორი გახდა.
მეორე ადგილზეა სებასტიან დაისლერი, ერთ-ერთი გამორჩეული გერმანელი ტალანტი საუკუნეებით გზაგასაყარზე, რომელმაც თავისი ნიჭი სულად ვერ გვანახა. დიდწილად ეს მოხდა ფსიქოლოგიური პრობლემების გამო და კარიერა ადრე დაასრულა. 20 წლის ასაკში მან ითამაშა ნაკრების ყველა თამაში Euro 2000-ზე. ბეკენბაუერი დაისლერს უწოდებდა ფიზიკურად და ტექნიკურად საუკეთესოს გერმანიაში. ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიოლერი დარწმუნებული იყო, რომ სებასტიანი გახდებოდა ნაკრების ყველაზე გავლენიანი წევრი მომავალი 10 წლის განმავლობაში. 22 წლის ასაკში ვარსკვლავი ჰერტანამ ბაიერნმა წაიყვანა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სკანდალურად, რადგან ბაიერნმა მოლაპარაკებები ჩუმად ჩაატარა, რითაც ჰერტას გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ და დაისლერი კრიტიკის ქარცელში მოყვა. თუმცა სებასტიანი ამბობდა, რომ ჰერტას მენეჯერებმა უბრძანეს, რომ ხმა არ ამოიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდამ იგრძნო, რომ უჭირდა ფსიქოლოგიურ წნეხთა გამკლავება. თუმცა იგი ჯერ კიდევ ოცნებობდა დიდ ფეხბურთზე. მიუნხენში ის კასტილებით მივიდა, რადგან მას ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი და იმედოვნებდა, რომ მსგავს ან უარეს ტრამას მეორედ აღარ მიიღებდა. თუმცა მალევე მან მეორედ გაიწყვიტა მყესები. საერთო ჯამში სხვადასხვა ტიპის ტრამვებმა სებასტიანს ცხოვრება გაუმწარეს მიუნხენში. თითქმის ყველა სეზონში იგი სირთულეებს განიცდიდა ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ, რის შედეგადაც მისმა ფსიქოლოგიურმა ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო. რამოდენიმე წლის განმავლობაში დაისლერს 15 ტრავმა დაუგროვდა და 5 ოპერაცია, რის შემდეგაც სებასტიანს უკვე აღარ შეეძლო. ვიცი რომ დეპრესია მაქვს, ვიცი რომ ავადვარ. მე უბრალოდ მჭირდება რომ თავი დამანებო. ბავარიამ რამოდენიმეჯერ მოათავსა სებასტიანი ფსიქიატრიულში. კლუბში მასზე რეალურად ნერვიულობდნენ. ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ბავარია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და არა ფეხბურთელის. სებასტიანმა ჯერ 2004 წლის Euro გამოტოვა, ხოლო შემდეგ საშინაო მუნდიალი, რადგან ერთ-ერთ ამხნაგურ თამაში ტრავმა მიიღო. ზუსტად ისე, როგორც რუისმა ბრაზილიის მუნდიალის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ის მოედანზე დაბრუნდა ნოემბერში, მან მაინც გადაწყვიტა კარიერის დასრულება, თანაც ისე, რომ კონტრაქტი დასრულებული არ იყო. შეთანხმება გაფორმებული იყო 2009 წლამდე. დაისლერი მაშინ მხოლოდ 27 წლის იყო. მას უბრალოდ ფულის აღება შეეძლო, თუმცა აღარ შეეძლო დიდი ფეხბურთის წნეხის გაძლება. სებასტიანი წავიდა და ამის მერე ფეხბურთში იგი არავის უნახავს. რაღაც დროის მერე მან ჩამოაყალიბა, რომ უბრალოდ არ იყო ამ საქმისთვის შექმნილი. 4 წელიწად ნახევრის განმავლობაში მან მიუნხენში 62 თამაში ჩაატარა და Euro 2000-ის შემდეგ დიდ ტურნირზე აღარ უთამაშია. მას ძალიან სურდა ის, რომ თავისი გაცემული ავანსები შეესრულებინა, თუმცა ტრავმა ამის საშუალება არ მისცა. შესაბამისად ფსიქოლოგიურად გატყდა. დღეს ის ცხოვრობს როგორც ერთ-ერთი რიგითი გერმანელი პენსიონერი და პუბლიკაშიც ნაკლებად ჩნდება. ხოლო პირველ ადგილზეა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი გოლის ავტორი და ამავე წელს ოქროს ბურთის მეორე ადგილოსანი ანდრეს ინიესტა. მან 2009 წელს საშინელი დეპრესია გადაიტანა, რაც მუნდიალზეც გრძელდებოდა. თუმცა მოახერხა და თავი ხელში აიყვანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა ესპანეთის ნაკრებს. ყველაფერი 2009 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. კიდევ ერთი პარადოქსი და იმის მაგალითი, რომ დეპრესია შეიძლება არანაირად არ იყოს დაკავშირებული ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. ინიესტამ 90 წუთი ითამაშა და ბარსამ თასი აიღო. თუმცა უკვე მეორე დღეს ვარსკვლავს დაღმასვლა დაიწყო. ერთ დღეს თავი ცუდად ვიგრძენი, მერე შემდეგ დღეს და კიდევ შემდეგ. ტესტებმა არანაირი გადახრები არ გამოავლინა. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სხეული და გონება არ იყვნენ ჰარმონიაში. თითქოს მათ ორი სხვადასხვა გზა აირჩიეს. ასე აღწერდა თავის მდგომარეობას ანდრესი. აი კიდევ ერთი ციტატა. როდესაც დეპრესია მქონდა, მთელი დღის განმავლობაში ყველაზე სასიამოვნო იყო წამლის მიღება და დაძინება. შენ კარგავ ცხოვრების ხალის. მე ვეხუტებოდი ჩემ ცოლს, თუმცა შეგრძნება მქონდა, რომ უბრალოდ ბალიშს ვეხუტებოდი. ვერაფერს ვერ გრძნობდი. ამერიკაში შეკრების დროს მას არ შეეძლო სხვებთან ერთად ვარჯიში და დეპრესიასთან ერთად ტრავმაც ჰქონდა, რის გამოც 2 კვირა ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობდა. და როდესაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა, მან საშინელი ამბავი გაიგო. გულის შეტევისგან გარდაიცვალა მისი ახლო მეგობარი დანიელ ჰარკე, ესპანიოლიდან. მე გავშეშდი, ვერ ვიგებდი, არ ვიცოდი რა მექნა და რაზე მეფიქრა. ჩემი მეგობარი დანი მოკვდა. როგორ, რატომ, შეუძლებელია. რაღაც პერიოდი ინიესტა თავისი სიტყვებით თავისუფალ ვარდნაში იყო. 9-10 წლის სეზონებში მან რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო და როგორც ის ამბობს, თამაშის დროს თავში უცნაური აზრები უტრიალებდა. ორგანიზმი შინაგანად ითიშებოდა. ამ დროს ანდრესი მსოფლიოს გამოტოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ გუნდელებმა, გვარდიოლამ და კლუბმა მას მხარი დაუჭირეს ყველაზე რთულ მომენტში. პეპი დაპირდა, რომ დაელოდებოდა მის საუკეთესო ფორმას, ხოლო სამედიცინო შტაბის უფროსმა იპოვა კარგი ფსიქოლოგები. თერაპიამ შედეგი გამოიღო. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ის კონცენტრირებული იყო ფეხბურთზე. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გოლი გაიტანა და მატჩი საუკეთესოდ დასახელდა. ხოლო ფინალში მთავარი გმირი გახდა იკერთან ერთად, რადგან გადამწყვეტი გოლი გაიტანა. როდესაც აღნიშნავდა მაისური გაიხადა, რომლის ქვეშაც იყო წარწერა. დანი ჰარკე, ყოველთვის ჩვენთან ერთად. მსოფლიოს თასი გახდა საუკეთესო წარმალი ინიესტასთვის. ეს იყო რთული პერიოდი და მე იგი გადავიტანე ფეხბურთის და ახლობლების წყალობით.
ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ დანებება ძალიან მარტივია. გაცილებით სწორია შეეცადო, რომ ყველაფერი შეცვალო. 2022 წელს ანდრის ძმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კვლავ დადის თერაპიებზე და რომ სიამოვნებს იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობენ პროფესიონალები თავის პრობლემებზე. სასიხარულოა, რომ ესეთი რთული ვიდეო მსგავსი ჰეპი-ენდით დასრულდა. ინიესტამ შეძლო არა მარტო დეპრესიის დამარცხება, არამედ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გატანა და ყველას გისურვებთ, რომ თუ მსგავსი პრობლემა გექმნებათ, ისე გაუკვანეთ როგორც ინიესტა და არასოდეს მოგერიდოთ დახმარების თხოვნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაგვიწერეთ კომენტარებში, ვისი ისტორია იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, საინტერესო და შთამაგონებელი. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. აქ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ.